რაიმე ასკა COVID პანდემიის დროს თბილისში 2-1 დაამარცხა მოსკოვის დინამო. მაგას ფიქრობდი პირველი ვერსია. ბოლო ერთმა კითხვა გადაწყვიტა ყველაფერი. ვარი. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production სტუდიო წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მეორე სეზონის მორიგ მერვედფინალურ შეხვედრას. მე თავიდანვე მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება სლოვაკეთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. ასე რომ წარმატებებს უსურვებ ყველა გუნდს. დღეს კი განსაკუთრებით უსურვებ წარმატებას იმ ორ გუნდს, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდება. ესენი არიან რუსთავი და იბერია 1999. გავიცნოთ რუსთავის გუნდი, რომელიც არის დებიუტანტი ჩვენ სეზონში, გიორგი ლაბაური და თორნიკე გულიაშვილი. ეს არის ფეხბურთელი, მე გუნდის ადმინისტრატორი. გუნდის ადმინისტრატორი და გუნდის ფეხბურთელი. ძალიან საინტერესო, ჩვენ ძირითადად გულშემატკივრები მოდიან ხოლმე, მაგრამ ძალიან საინტერესოა თქვენი შემადგენლობა. თორნიკე, რას გვეტყვი შენ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი უმცროსი მონაწილე ხარ ჩვენი ფანების ლიგის. ლიგში სასიამოვნოა ამ ასე ვთქვათ ტურნირში მონაწილეობა და რა იმედია გავიმარჯვებთ დღევანდელ შეხვედრაში. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ როგორც დღევანდელ თამაშში, ასევე ჩემპიონატშიც გისურვებთ რომ მიგეღწევთ იმ შედეგებისთვის, რაც გაქვთ დასახული მიზნად. გაიხარეთ. და თქვენი მოწინააღმდეგე გუნდი იბერია 1999, ბაკურ ხუბულავა და პაატა ჩახვაშვილი. მოგესალმებით ბიჭებო, თქვენ როგორ ხართ? გამარჯობა. კარგი განწყობით. კარგი განწყობით. ახალი შემადგენლობა არის იბერიას. ერთი ხო ჩემპიონობას გილოცავთ, გასული სეზონის ჩემპიონობას გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, რაც ყველაზე მთავარი ევროთასებზე. ევროთასებზე და მნიშვნელოვანი ეგანი. კი ბატონო, კი. გვაქვს სურვილი პირველი ესე დიდი ხნის შემდეგ ისე ვიყოთ ქართული კლუბი წარმოადგენელი ევროტურნირებში. ცოტა ისეთ ეტაპზე რა ქვია უკვე. ხო, შემოდგომა რომ შემოდგომაზე რო გვერდისოს. როგორ განწყობაზე ხართ თქვენ ჩვენი თამაშისთვის? ძალიან კარგი განწყობაზე. ძალიან კარგი, სასიამოვნოა, წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა. თქვენც ასევე დღევანდელ თამაშიც და ჩემპიონატშიც და ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ, მოკლედ გვაქვს 4 ტური, იცით თქვენ კარგად და პირველი ტური არის უცხოური ტური. უცხოურ ტურში გვაქვს 5 შეკითხვა, თითო კითხვა არის ერთქულიანი. პასუხები არის დასწრებაზე, უნდა დავაჭიროთ ხილაკს ხელი და როგორც კი ჩათვლით რომ იცით, არ არის პატარა კითხვები, ცოტა გრძელი კითხვებია. როგორც კი ჩათვლით რომ იცით სწორი პასუხი, შეგიძლიათ დააჭიროთ ხილაკს და უპასუხოთ. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ პირველი ტური, ანუ უცხოური ტურის პირველი შეკითხვა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 4 სეზონი გაატარა Old Trafford-ზე, ეს ინგლისელი ფორვარდი Manchester United-ის ისტორიაში ოქროს ასოებითაა შესული. გაისადის 60 წლის გახდება. კარიერა კი 2007-2008 წლების სეზონში დაასრულა პატარა Colchester United-ში. მისი დებიუტი ნაკრებში საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში შედგა. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, როცა ინგლისმა საქართველოს ნაკრები ორჯერ დაამარცხა, მან ორივე თამაშში გაიტანა გოლი. ჩემ პასუხი გარելի. უნდა დავაჭიროთ, არა, უნდა დავაჭიროთ, დააჭირა პირველი იბერიამ. თქვენი პასუხი? აი, მოდი ტედი შერინგენი იყოს. ტედი შერინგემის სწორი პასუხია. ტედი შერინგემი ლინეკერი რომს დაგეჭირათ, მაინც არ იქნება სწორი პასუხი. ლინეკერი ბომბარდირი მე გამეცინა ეხა თორნიკე 2007-2008 წლებში სეზონი დაასრულა და კი ბატონო. მაგწეს დაიბადე თქვენ ხო? თორნიკე კი ბატონო. არა, საქართველოს ნაკრებში გატანი მაგან გახსნა უკვე რაგან ხო, კი ბატონო. კარგი, 1-0 ანგარიში. მეორე შეკითხვა, უცხოური ტურის მეორე შეკითხვა. ეს შესანიშნავი თავდამსხმელი ორჯერ გახდა გერმანიის წლის მოთამაშე. პირველად 1988 წელს, როცა შტუტგარტში თამაშობდა, მეორედ კი 1994 წელს, როცა მონაკოს ფორვარდი გახდა. იბერიამ დაასწრო ისევ? იურგენ კლინსმანი.
იურგენ კლისმანის სწორი პასუხია ალბათ მონაკოზე. ხო, ანუ ბირხოფი იყო ერთი ვერსია იგივე შტუტგარტიდან და მე მონაკო გაფილტრა. არა 88-ზე ამან უკვე კლინსმანია ბირხოფი. კი ბატონო, 2-0 ჯერ ცოტა ის ლეიდ ასე რომ კი ბატონო. ლეიდ ბლუმენ. მესამე შეკითხვა უცხოური ტურის. მალაგაში დაბადებული ეს მცველი რეალს ვალიადოლიდიდან შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა გამოკვეთილი ფორვარდი, შეტევაში ძალიან შედეგიანი გახლდათ და წლების განმავლობაში ესპანეთის ნაკრების მეორე საუკეთესო ბომბარდირი იყო რაულის შემდეგ. 1998 წელს, როცა სამეფო კლუბმა 32 წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო ჩემპიონთა თასი, UEFA-მ იმ ლიგის საუკეთესო მცველად დაასახელა. 2002 წელს, როცა რეალმა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო, ის კლუბის კაპიტანი გახლდათ. ისევ იბერია დაასწრო. აი, ფერნანდო იერო. ფერნანდო იერო სწორი პასუხია. თორემ რაღაცა სულჩულები და რატო არ დააჭირე? ხვარი ვერ გავიხსენე, თორე არა და რაღაცა გქონდა თქვენს ვერსიები. კი ბატონო, ვერსია ესმოდა, ხო? ნუ ეცადეთ ხოლმე რომ დაასწრო. კი ბატონო. 3-0 ანგარიში. იერო რომ მალაგელი იყო, სხვათა შორის ეგ ცოტა ისეთი ფაქტია, ვალიადოლი. მე გაადვილდა. ყოფილა. კი ბატონო. შემდეგი შეკითხვა. 1996-97 წლების სეზონიდან აღდგენილი ოქროს ბუცი ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტმა იტალიელმა მოიგო. 3. მესამე ჩირო იმობილეა. მეორე ფრანჩესკო ტოტი. პირველი კი ეს ფორვარდი, რომელმაც პრესტიჟული ლუკა ტონის სწორი პასუხია. ლუკა ტონი მოიგო ოქროს რომას ბუცი. შემადგენლობაში მე ბაიერში გადავიდა მაგდროულად. არა, ფიორენტინათი მოიგო. თუ რომ წავიკითხო კითხვა ბოლომდე, ვნახო როგორ ინტერესებს სწორი პასუხი ასე რა. კი ბატონო, ხოლმე ფიორენტინაში თამაშის დროს მოიგო. ფიორენტინაში მოიგო, კი. კი ბატონო, 2005-2006. და მე გადავიდა ბაიერში ხო. ბატონო. 31-ით. 4-0 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. ეს ნაკრები პირველია აფრიკიდან, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეი-ოფში ითამაშა. განა. დავაჭიროთ და ისე ვარქვა. განა არ არის სწორი პასუხი. კამერუნი. არა, ეგრე არ შეიძლება, ეხლა რომ თქვენ ერთ პასუხით. ბოდიში. ეს 1986 წელს მოხდა მექსიკა. მაროკო. მაროკოს სწორი პასუხი. მაროკო არის სწორი პასუხი, მაროკო იყო 1986-ში და 5-0 ანგარიში, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი შეკითხვა წინ, თან ორქულიანი შეკითხვები ქართულ ფეხბურთზე, ასე რომ გავიდეთ. და პირველი ტური ამით დასრულებულია, უცხოური ტური, გადავდივართ მეორე ტურზე, ეს არის ფოტო ტური. ფოტო ტურში, მეგობრებო, წარმოდგენილი იქნება 3 ფოტო. პირველი ფოტო ეს გახლავთ 3-4-ზე, ასე დავარქვით ამ ფოტოს. ანუ წარმოდგენილი იქნება რომელიმე ფეხბურთელის ფოტო, ქართველი თუ უცხოელი? უცხოელი ფეხბურთელის ფოტო და თქვენ უნდა გამოიცნოთ რომელი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, დავაჭიროთ ხელი და ისე უნდა გვითხრათ. მაშასე ფოტო ტური პირველი შეკითხვა. დაასწრო რუსთავმა. აგვარია, კანიჯა. კანიჯა სწორი პასუხია, კლაუდიო კანიჯა სწორი პასუხია და 5-1 ანგარიში გილოცოთ პირველი ქულა, ძალიან კარგი. გახსენით ანგარიში. ძალიან კარგი. ვისი მაისურითაა? ატალანტა. მაშასე მეორე, ეს არის უკვე საერთაშორისო ფოტო, ანუ ან არის ევროპის ჩემპიონატის, ან მსოფლიო ჩემპიონატის, ან ჩემპიონთა ლიგის ფინალის რომელიმე ფოტო. ვინ ხვდება ერთმანეთს ამ შეხვედრაში? დაასწრო იბერიამ. გერმანია. არა. მოიცა. გერმანია ბულგარეთი. გერმანია ბულგარეთის სწორი პასუხია, კი ბატონო. გერმანია ბულგარეთი 1994 წელი. ეს არის ლეჩკოვის თაური. იორდან ლეჩკოვის თაური. და ის არის კოლერი ჰესლერი, თომას ჰესლერი. 6-1 ანგარიში და ეხლა უკვე ორქულიანი შეკითხვა, ეს არის ქართულ ფეხბურთზე. ეს არის საქართველოს ნაკრები, საქართველოს ნაკრები ვის ეთამაშება ამ შეხვედრაში, ეგ უნდა გამოვიცნოთ. ისე ვიბერიამ დაასწრო? რა ვიცი, მე მგონი ტომასონი დანია არის დიდი ალბათობით, რა არც თუ კარგი გასახსენებელი შეხვედრა. არა, პირიქით. ნორმალური გასახსენებელი. აქ მოგებაც მოგება? შეგვეძლო. 2-2 დამთავრდა. საქართველოს დანია სწორი პასუხია. მეორე იყო ის რომ რამორი დასრულდა. კი ბატონო, 2-2 დასრულდა ეს შეხვედრა. იქ ვაგებთ ხოლმე თუ იქ დავაგებთ. კი ბატონო, მოკლედ ფოტოტურიც გავიარეთ, ანგარიში გახლავთ 1-1 და გადავდივართ ქართულ ტურზე. ქართულ ტურში, მეგობრებო, ყველა კითხვა არის ორქულიანი. შესაბამისად, ყველა სწორად გამოცნობილ კითხვაზე
2 ქულა დაგერიცხება. მაშ ასე, აქაც კითხვები არის ან ქართული ფეხბურთელი, ან კლუბი, ან წვრთნელი, კი ბატონო. მაშ ასე, ვიწყებთ ქართულ ტურს და პირველი შეკითხვა. ეროვნული ლიგის 2018 წლის რჩეულთა დაჯილდოების ცერემონიაზე ამ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს სახელობის ოქროს медаლი გადაეცა, როგორც საუკეთესო 19 წლამდელს. მაშინ ის თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა. დღეს კი ერთ-ერთი ევროპული ტოპ ჩემპიონატის ტიტულიანი კლუბის წევრია. ნაკრებში პირველად 2019 წელს ითამაშა ისმე? სურიკო დავითაშვილი. ზურიკო დავითაშვილის სწორი პასუხია, ყოჩა თორნიკე. ზურიკო დავითაშვილის სწორი პასუხია და 8-3 გახდა ანგარიში. აბრეზოვიჩი. კი ბატონო, აბრეზოვიჩი. შემდეგი შეკითხვა. ამ ქუთაისელი ფეხბურთელის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2001 წელს შედგა. თბილისში ისრაელთან მე მგონია იმედად. არ არის სწორი იმედადზე, ცოტა იჩქარეთ. გავაგზელებ კითხვას, მე შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ. კი ბატონო. 2001 წელს შედგა თბილისში ისრაელთან მატჩი გოგა გახოკიძე შეცვალა. მოგესმენთ, მეგონა მომორჩა. რაი, კაი, მოკლედ დაშვეთია. არ არის სწორი, აი როგორ გესმიდა, მალხაზ ასათიანი. რაიმე ასკა. მალხაზ ასათნო. მოკლედ ანგარიში უცვლელია 8-3 ისევ და შემდეგი შეკითხვა. ნოდარ ახალკაცის დიდი დინამოს ეს დიდებული მოთამაშე, რომელიც 1959 წელს დაიბადა ამბროლაუში, ფეხბურთის გარდა ჭადრაკის ჩინებულად თამაშს. დავაჭიროთ და ისევ კი. ეგ არის, განუჩარ ლაჯაიძე, სწორი პასუხია. აჭირო ხოლმე ბიჭო. აბა კიდე რა რიჩი აქვს და კიდე რითი გამოირჩევა თუ გახსოვთ? მამჩარ ბაშაიძე? კი. მამჩარ ბაშაიძე, აი ფეხბურთის გარდა და ჭადრაკის გარდა. ფეხბურთის გარდა ჭადრაკში იყო ძალიან მაგარია მოთამაშე, ფეხბურთში იყო შეუდარებელი და კიდე რა ხატავს ძალიან კარგად, ხატავს და გამოფენებია გაგებია. ხატავს ძალიან კარგად. კი ბატონო. სწორი პასუხია 8-5 გახდა ანგარიში, აი ქართულმა კითხვებმა უკვე ესე წამოქციათ. მამჩარ ბაშაიძე არის ჩემი ახლობელი ადამიანი. ძალიან კარგი, სასიამოვნოა. შემდეგი შეკითხვა. ეს სპეციალისტი მეორე უცხოელია იოჰან ბოსკამპის შემდეგ, რომელმაც საქართველოს ნაკრები ჩაიბარა. იმ დროს ის თბილისის დინამოს წვრთნიდა და ნაკრებში დებიუტი დაასწრო. აი მე რა გვარია ბიჭო, ის რო იყო სერბი და ისა. აბა გისმენთ. აი ეცამი შეიძლება? კი. მე არ მახსოვს. აი მე ნაკრები ჩაიბარა იმ დროს თბილისის დინამოს წვრთნიდა. რა გვარი? კაი, ბოდიში. არ გვაქვს პასუხი? აი არა, ვერ გავიხსენე უბრალოდ. კარგი, თქვენ გაქვთ პასუხი? რა თქმა უნდა. ივო შუშაკი. ივო შუშაკი. წერანდელი ასათიანის ასათიანი თამაშობს იმას, შუშაკი. ივო შუშაკი. კი ბატონო, სწორი პასუხია. ანა რუსეთთან. 10-5 ანგარიში. ჩემბრალია. არა უშვებს, ხდება ხოლმე. კი ბატონო. და შემდეგი შეკითხვა ქართული ტურიდან ბოლო შეკითხვა. ეს უკანასკნელი ქართული გუნდია, რომელმაც UEFA-ს ინტერტოტოს თასზე ითამაშა. 2008 წელს კლუბი 2 თამაშის ჯამში ლუქსემბურგის ეცელასთან დამარცხდა. გეტყვით, რომ ამ გუნდს არასდროს მოუგია საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ ქვეყნის ორგზის ვიცე-ჩემპიონია. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასს კი 3-ჯერ ფლობდა. ევროთასებზე ქართული კლუბების ასპარეზობის ისტორიაში ამ გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება თბილისის ამერი წესით. არ არის სწორი პასუხი თბილისის ამერი, ბოლომდე მოусმინოთ, შეგიძლიათ ბოლომდე მოусმინოთ. კი ბატონო. ამ გუნდმა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება 2020 წლის ზაფხულში მოიპოვა COVID პანდემიის დროს, როდესაც თბილისში 2-1 დაამარცხა მოსკოვის დინამო. მაგას ფიქრობდი პირველი ვერსია. თბილისის ლოკომოტივი. ლოკომოტივის სწორი პასუხია. კი ბატონო, ლოკომოტივის სწორი პასუხია. და არებში იდგა ჩემი მეგობარი და ჩემი გაზრდილი გიორგი მამარდაშვილი. პირველი ვერსია ძალიან კარგი. ვერსია და რა ისა. და მაგ დროს უწოდა რუსმა კომენტატორმა ხელთათმანიანი ფილოსოფოსი გვარიდან გამომდინარე. სასწავლო კარგი ევრო ტურნირი გამოვიდა ლოკომოტივი. 10-7-ია ქართული ტურის შემდეგ ანგარიში, უკვე საკმაოდ წამოეწიეთ მეტოქეს. აუკაჩეთ რა. კი, ძალიან კარგი დაიძაბა თამაში და უნდა გამოვაცხადო მეოთხე ტური, მეგობრებო, მეოთხე ტური გახლავთ ქალაქ-ობანა. ქალაქ-ობანა ყველას გვითამაშია ალბათ, თქვენ გაქვთ აქ ფურცლები. ამოვა რაღაც 100 დატრიალდება დოლურად და ამოვა ერთი 100
ამ ასოზე თქვენ უნდა დაწეროთ ქვეყანა, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. კი ბატონო. ხო? კი ბატონო. რომელიც პირველი მორჩება ეს სტოპს. იტყვით და ანუ გვარზეა გვარები, კი ბატონო. გვარები უნდა იყოს თავარი. კი. გვარები, მაშ ასე შეგვიძლია დავატრიალოთ დოლურა და ვნახოთ რომელი ასო ამოვა პირველი. ასო ბგერა ტ-ზე დავიცოთ. კი ბატონო, და ჩუმად წერთ რომ მეტოქემ არ გაგვიგოს. ქვეყანა, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოჩით, სტოპ. დავდოთ თუ შეიძლება, დავდოთ, აბაგას აღარჩავთ ბიჭებო, ბოდიში. კარგი, დავიწყოთ, მაშ ასე, ესე იგი, თუ ერთნაირი პასუხები გაქვთ თითო ქულა, თუ სხვადასხვა პასუხები გაქვთ ორ-ორი ქულა და თუ არა გაქვთ პასუხი და მეტოქეს აქვს სამი ქულა. მაშ ასე, ქვეყანა ტ-ზე. ტაივანი. ტუნისი. კი ბატონო, ორ-ორი ქულა, შემდეგ ტაივანი არის იმის წევრი? ტაივანი არის? არის, ჩაინის ტაიპეი, ტაივანი. ქართულად ტაივანი ქვია. ტოტენჰემი და ტორინო. კი ბატონო, ორ-ორი ქულა, ანუ 14-ით 11 ანგარიში, უცხოელი ფეხბურთელი. ტოტი? არ გიწერია. ვერ მოვასწრე. 4 ქულა, ანუ 14-ით 14 გახდა ანგარიში, ტატიშვილი. ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ნაკრების მეყარე ნიკა ტოგონიძე. ტოგონიძე ტატანაშვილი, ორ-ორი ქულა, ესე იგი 16-ით 16 და მწვრთნელი. ტადელი. ტუხელი დარდელი. კი ბატონო. 18 ანგარიში წამოეწიეს, ესე იგი. უფრო და უფრო დაიძაბა მეგობრებო სიტუაცია. დიახ. ახლა ამოვა შემდეგი ასო, ოღონდ თქვენით აღარ წერთ, მე ვსვავ კითხვებს. და რა უნდა ვპასუხოთ? ნახეთ იმასო, ანუ იგივე კატეგორიებია. ქვეყანა, ქვეყანა, კლუბი, უცხოელი ფეხბურთელი, ქართველი ფეხბურთელი, წერთ, კი, წერთ. ოღონდ იმასოზე იწყება რაც ამოვა, ოღონდ კითხვას მე ვსვავ. დიახ. კი ბატონო. კითხვას მე ვსვავ და იმის მიხედვით უნდა გამოიცნოთ პასუხები. გისმენთ. მაშ ასე, თუ შეიძლება მეორე ასო რა ამოვა. ასობგერა კ. ამ აფრიკული ქვეყნის ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდათ როჟე მილა. დიახ. წერთ ნაკრებს. ამ გერმანული კლუბის სტადიონზე ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მერვედფინალი. კაცი. ამ გერმანული კლუბის სტადიონზე ითამაშა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი მერვედფინალი. უცხოელი ფეხბურთელი. ბალონ დორის გამოკითხვით 2007 წელს საუკეთესო სწორედ მილანის ეს ბრაზილიელი გახდა. 2007 წელს ბალონ დორის გამოკითხვით საუკეთესო სწორედ მილანის ეს ბრაზილიელი გახდა. ქართველი ფეხბურთელი. 1991 წლის 13 მაისის ფინალში ორი ნომერი სწორედ ეს მცველი იყო. კოსტავო თქვენ. იმათაც კარნახობთ ახლა მომალაროა. და მწვრთნელი. მწვრთნელად მას მხოლოდ სამშობლო იტალიაში და ინგლისში უმუშავია. ცოტა ხნით კი ხვიჩა კვარაცხელიას დამრიგებელიც იყო. მწვრთნელად მას მხოლოდ სამშობლოში იტალიაში და ინგლისში უმუშავია. ცოტა ხნით კი ხვიჩა კვარაცხელიას დამრიგებელიც იყო. მაშ ასე წავიკითხოთ ქვეყანა, ანუ როჟე მილა რომელ ნაკრებში თამაშობდა? კამერუნი. კამერუნი გიწერია? დიახ. გერმანული სტადიონი, სადაც საქართველოს ნაკრებმა ითამაშა პირველი მერვედფინალი. მე მეწია კარცაის, მაგრამ არა, კიოლნი. კიოლნში ითამაშა, მე ესპანეთის ნაკრებთან კიოლში ითამაშა სამი ქულა დაგემატათ თქვენ, ანუ 22-19 ანგარიში უცხოელი ფეხბურთელი, რომელმაც ბალონ დორის პრიზი მოიგო 2000. კაკა, სწორია, 23-20 ანგარიში. ქართველი ფეხბურთელი ორი ნომერი 13 მაისს. თამას კოსტავა. თითო ქულა, ანუ 24-21 და მწვრთნელი კონტე. არა, კალცონე იქნება სლოვაკიეთში. ჩემპიონატი კონტე, ანტონიო კონტე, რომელსაც იტალიაში და ინგლისში უმუშავია. თქვენ კალცონე გიძახთ. ანუ 24-24-ია ანგარიში. თანაბარი ანგარიში 24-24 და ბოლო ტური მეგობრებო. ამ შემთხვევაში ასოს აღარ ვასახელებ, მე ასოზეა. ეს უკვე თქვენთან უნდა გამოიცნოთ. უბრალოდ ყველა პასუხი ისევ ერთი და იგივე ასოზეა. უბრალოდ მე აღარ გეუბნებით. ქვეყანაზე ყველაფერი ხო? ყველაფერი არის ერთი და იგივე ასოზე იწყება, უბრალოდ მე აღარ გეუბნებით რა ასოზეა. მაშ ასე ვიწყებთ პირველი შეკითხვა. ქვეყანა.
აფრიკის თასი ამ ქვეყანას 7 ჯერ აქვს მოგებული. აფრიკის თასი ამ ქვეყანას 7 ჯერ აქვს მოგებული. კლუბი. ამ ინგლისურ კლუბში ყველაზე მეტი მატჩი ნევილ საუთჰოლს აქვს ნათამაშები. ამ ინგლისურ კლუბში ყველაზე მეტი მატჩი ნევილ საუთჰოლს აქვს ნათამაშები. უცხოელი ფეხბურთელი. ამ პორტუგალიელი ლეგენდის მეტსახელები იყო შავი ავაზა და შავი მარგალიტი. ამ პორტუგალიელი ლეგენდის მეტსახელები იყო შავი ავაზა და შავი მარგალიტი. ქართველი ფეხბურთელი. ეს ქართველი თავდამსხმელი ზესტაფონში თამაშისას საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ეს ქართველი თავდამსხმელი ზესტაფონში თამაშისას საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. და მწვრთნელი. ამ არგენტინელმა მწვრთნელმა ესპანეთის ჩემპიონატი ატლეტიკოთიც მოიგო და ბარსელონათიც. შემდეგ იტალიაში წავიდა და ინტერთან ერთად ამ ქვეყნის ჩემპიონიც რამდენჯერმე გახდა. ამ არგენტინელმა სტოპ. კი ბატონო, კარგი, დავიწყეთ. ესე იგი, ქვეყანა, რომელსაც აფრიკის თასი 7 ჯერ აქვს მოგებული. ეგვიპტე სწორი პასუხი. მაშასე ანგარიში 25-25. ესე იგი, მივხვდით რომ ყველა პასუხი EASO-ზე არის. კლუბი, რომელშიც ნევილ საუთჰოლს ყველაზე ევერტონი სწორი პასუხია 26-26. უცხოელი ფეხბურთელი, რომელსაც შავი ავაზა და ეუსებიო სწორი პასუხია 27-27. ენდელაძე ჩვენც. ენდელაძე 28 და მწვრთნელი. ელენიო ერერა დიდი ალბათობით. ელენიო ერერა და აი ბოლო კითხვით გაიმარჯვა. არა, არ გიწერია, გითხარით რომ არ გიწერია, ან ხედავ რომ არ გიწერია. არა, ხო თქვი. არა, კი, მაგრამ რო იყვინეს უკვე მე თავ ხედავ რომ არ გიწერია. მე ცოტა პროტესტი მაქვს. ხო თქვი ერერა. ელენიო ერერა თან საგალის იმ დროში უნდა დაგვეწერა რა დროში. თორნიკე მე მგონი სამართლიანად ვიქცევი, ხო? ავარია. გასაგებია, გულის წაწყვეტა, გასაგებია რომ მას ბოლო ერთმა კითხვამ გადაწყვეტა ყველაფერი. ნახდა ვიცოდე დიდე არა, ვარი. ჩაასაგერ ვარზე ჩას რომ კრესტიკიუსი არ უწერია ნამდვილად. გილოცავთ გამარჯვებას, ბოლო კითხვით სამი ქულით გაიმარჯვეთ. ძალიან მაგარი თამაში იყო, იმიტომ თავიდან დაწინაურდა იბერია და აი ეს ქართული ფეხბურთი ძალიან მაგრად ამოუკაჩეთ და აი ბოლო კითხვამდე ძალიან დაძაბულოთ ითამაშეთ. ძალიან დიდი პატივისცემა ჩემგან თქვენ. წარმატებას გისურვებთ, როგორც კიდევ ერთხელ ვიტყვი, როგორც ჩემპიონატში, ისევე ჩვენ გვექნება კიდევ იმედია მომავალი სეზონი და უკვე იქაც მიიღებთ მონაწილეობას. ძალიან სასიამოვნო იყო ერთად თამაში. თქვენ კი ბიჭებო, რა თქმა უნდა, გილოცავთ. შემდეგ ეტაპზე მეოთხედფინალში გასვლას. ჩვენი პროექტის წარდგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი გამარჯვებული ზაფხულში გაემგზავრება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების საქომაგოდ. სლოვაკეთში, კი ბატონო, სლოვაკეთში წარმატებები იმ ხალხსაც, ვინც აქედან გაემგზავრება და წარმატებები რა თქმა უნდა ჩვენს ბიჭებსაც. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირიქით, კარგად გაგზავნებოდეთ. ჩვენ გეცნობებით სულ რაღაც ერთი კვირი. კარგად.